გადავწყვიტა, რომ უნდა გადავიღო მთელი კვირის ვლოგი, რადგან ასეთი გიჟი გრაფიკი არასოდეს არ მქონია. ვარ იქ, სადაც არ მეგონა ნახევარწლის წინ რომ ვიქნებოდი ყველანაირად, რადგან სულ სხვა გეგმები მქონდა და კიდევ ალბათ იმიტომ, რომ მინდა ჩემ თავს დავუფასო ის შრომა, რასაც ახლა ვდებ ჩემი მომავლისთვის, რაც ხანდახან ძალიან მიჭირს, მაგრამ დღის ბოლოს მე მგონი მომწონს. ახლა არის 8 წუთები, 9 საათზე მაქვს ესპანური, იქიდან მივდივარ ახალ სამსახურში და დანარჩენი უკვე მთელი კვირა ერთად ვიქნებით. ესპანურის გამო მიხარია ყველა შაბათი, თან მეორე თვე დავდივარ და ჩამასწაბა მიხაროს 3 კვირაში არც დავხურავთ. აი უბედნიერესი ვარ, შემდეგი არის ფრანგული. აი აუცილებლად შემდეგ წელს სწავლობ ფრანგულსაც. ამ პერიოდში რამე თუ არ მომწონს, სულ ვფიქრობ, რომ ყველანაირი საქმე რაც თუ აკეთებ, მოხმარდება ზაფხულს, ყველანაირი ფული რაც დავზოგე ჭამაზე, მოხმარდება ჩემს კარგ ტანზე ყოფნას და ყველანაირი ფული მეორეს მხრივ რაც დავზოგე სადღაც გასვლაზე, ეგ მოხმარდება მოგზაურობებს, ამიტომ საუკეთესო პერიოდია ახლა. ახლა არის დილი 7 საათი, გუშინ საღამოს შტატივი დავაყენე აქ, რომ დილით როგორც კი გავღვიძებდი, ეს ტელეფონი მიმეკრა და გადაღება დამეწყო. დღე საკმაოდ მოიმატა და გაღვიძება შედარებით მიმარტივდება, მაგრამ 9 საათზე მაქვს პილოტესი. იდეაში არ არის საჭირო ესე ადრე ათქო უბრალოდ დიდი ხანი ვუნდები მოგზადებას. 7 საათზე ადგო მაინც კი არ ყოფნის. არც ვჭამ პილატესზე როცა მივდივარ, იმ დილით არ ვჭამ ხოლმე. და თან პილატესი არის 15 წუთის გზაზე ფეხით ჩემი სახლიდან. არ ვიცი. დღეს მივდივარ მეორე სამსახურში პრინტერიაში. რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი სამსახურის ლეპტოპი უნდა წავიღო. მერე შესაძლოა უნდა გავიდე ფირის გასამჟღავნებლად. საღამოს ამოგამოდის ჩემთან რაღაც საქმეები გვაქვს და უნდა ჩავაბარო ესპანური სიტყვები, იმიტომ რომ ხვალ დილით მაქვს 9 საათზე. საჭმლის გამოძახებაზე თუ მიდგება საფლა ვერაფერს ვერ ვიძახებ. ერთადერთი ვარიანტი არის, რომ რამე ცომეული ვჭამო, რაც არც მინდა. და მე კიდე ისეთ სწორკვებაზე ვარ შეძლებს და აი ხალხი რო ჭამს სენდვიჩებს, რაღაც სალათებს, აი საერთოდ ვაფერი არ მიყვარს. ერთადერთი რაც ძლივს შემოყვარდა იყო
ვალიოს შოკოლადის მუსი, რომელიც არის დაბალკალორიული და არ შეიცავს შაქარს. იმდანად მიჭერს ეს შაქრის გადაგდება, რომ რაღაცას აკეთებს აქ პუდინგი, კი არა მუსი, მაგრამ მუსი არ იშოვება, არის ყოველთვის პუდინგი ყველგან და ყველაფრის მუსია შოკოლადის გარდა. ვერ ხვდები ყველა სეგმოწონს არ არის თუ იმდანად არავინ მაგას არ ჭამს, იმიტომ რომ კიდე 5 მილიონი ფლეივერით არის, რომ არ შემოდის. დავიტანჯები, ანუ სადღაც 2 კვირას კარგავ ხოლმე მაგის ძებნაში, თან ვერ ვიძახებ. ვოლტზე არ არის არასოდეს, რომ ვიძახებ რომელიმე მარკეტიდან, მერეკავერო მაინც მაგიმოსი არ აქვთ. ახლა თელი ვაკე მოვიარე და მე ვერა, ყველა პროდუქტში ვიყავი, აგროჰაბშიც ვიყავი, არც არ არის. დავიტანჯები მართლა ესე ვერ ხსნი. რაღაც მიყვარს და ვერ ვჭამ. ოღონდ ის კი არა ყოველ დღე ვერ ვჭამ. შეიძლება 2 კვირა ვერ ვჭამო. და მე ვყიდულობ 7-8 ცალს და ბედნიერი ვარ და მე ისევ არ არის. აი რა სიბოროტეა, ძილბურაში ჩემ თავს უბრალდები. მიწერე მასწავლებელს რო აცდენ. გაუგმე პილატესი. არ და ვინმე რო მიცოდეს. დარბაზში ჩასაწერად რა სისხლიანი ომი უნდა გაიარო, ზუსტად 72 საათით ადრე იხსნება გრაფა. და უნდა მოასწრო დააჭირო რომ მიდიღარ. და პლუს 1 საათით ადრე თუ არა მოეწერა, მერე ანუ გაცდენაში გეთქვება და 2 გაცდენაზე რაღაც ვერ ეწერებია. არ ვიცი. არასოდეს არ მოვწერილ ვარ, მაგრამ ძალიან ხშირად ვერ ჩავწერილ. და ესპანურს კიდე არასოდეს არ გავაცდენ, იმიტომ რომ ჩემი ესპანურის მასწავლებელზე ვგიშდები, ისე მიყვარს და არც გამიცდენია. მაგრამ აი გაღვიძებისას რა საშინელებაზე ვფიქრობ, ვერ ვიტყვი. ჩანთა ჩალაგებული მაქვს, მარტო ესპანურის რაღაცებია ჩასდები. ასეცველით მიდევს, ნელ-ნელა თბება, მაგრამ სანამ ძალიან დაცხაბ რაღაც ლუკები არ ვნახოთ ჩემ ახალ სამსახურში, ჩემზე და უნდა ჩავიცვალო. სამსახურიდან 8 საათია და 9-ზე უნდა ვიყო ბადმინტონზე. მე და ამო მივდივართ. ძალიან მინდოდა ჩემი ახალი სამსახურიდანაც რამე გადამეღო, ან შესვენებაზე, ან ისე მუშაობის პროცესის დროს, მაგრამ იმის ფონზე, რომ ერთი თვის მისული ვარ, მაინც ჩემი აზრით არავისთან არ მაქვს კომუნიკაცია, არავის არ ვიცნობ საერთოდ. სულ მარტო ვჭამ, შესვენებაზე მარტო ვსეირნებ, რაღაც ძალიან lonely ვარ, არ ვიცი, მაგრამ მაინტერესებს, არ მაქვს პრობლემა, მაწყუხებს. გავიქეცი.
ჩვენ მივდივართ ახლა ბადმინტონზე. ბოლოს რომ ვიყავით, იმ ქალს უთხარით 2 დღეში მოვალდო და მას მერე 8 თვე გავიდა გახსოვს. ანუ ბედად ვიდო და 8 თვის მანძილზე. იმ ქალს აი ყველანაირი ინფორმაცია გამოვკითხეთ რაღაც ლამის მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლას ვცდილობდით რა ისე დაგვაინტერესა ბადმინტონმა და კი 2 დღეში მოვალთ. როდის იყო ივლისში ხო თუ როგორ? ერთი წელიწადია. ხო, ეს ერთხელია. დღეს დილით არაფერი არ მაქვს, ეგრევე სამსახურში გადავდივარ, რომელიც არის 5 წუთის გზაზე ჩემი სახლიდან. და გამოვიძინე ცოტა, აი ჭკულაზე არ ვარ მგონი არა, რაღაც all-nighter მოვაწყე და მე 5 საათამდე მეძინა შუა დღესა და 9-ზე უკვე ფეხზე ვიყავი, მაგრამ პრინტერიაში სულ აგვიანებ. მიუხედავად იმისა, 5 წუთის გზაზეა, აი მართლა არასოდეს არსად არ ვაგვიანებ. ერთადერთი ყოველთვის ვაგვიანებ პრინტერიაში და ჩემთა ქალანანას ვაგვიანებ ყველგან. დანარჩენი აბსოლუტურად ყველა ადგილზე მივდივარ საათით ადრე ან რაღაც. საყოველად მაცვია, უბრალოდ არ ჩანს აქ. წავედი. ერთი რამ რაზეც არავინ ჩემს ირგვლივ არ ლაპარაკობს არის ის თუ რამდენი დიდი ფუფუნება როც შეგიძლია სამსახურის საჭმელი წაიღო. სკოლის დროს აი მართლა ვინმეს რომ მოიცა ბანანი და ეთქვა რომ წაიღო, აი თავს მოვიკლავდი. ფული რო გადაიხადეთ, ჩემთვის არაფერ საჭმელს არ წავიღებდი, მაგრამ ახლა დედა ჩემი, რომელიც დილის 6-ზე დგება, რომ საჭმელი დამახვედროს და კიდევ ერთი პარტიაც გამატანოს, სამსახურში წავიღო, არის ჩემთვის, აი არ ვიცი, გმირზე კიდევ უფრო მაღლა მდგომი. მე მგონი ხალხი ვერ იაზრებს, რომ სახლში მომზადებული საჭმელი უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე, არ ვიცი, გამოძახებით. იმიტომ რომ შეიძლება რაღაც ერთი კერძი მინიმუმ 20 ლარი დაგიჯდეს, მაგრამ სახლში იგივე რომ მომზადო 50 ლარი გჭირდება. მაგრამ ის გრძნობა რო იცი რა სჭამ. რომ ზუსტად რო იცი რისი გემოექნება და როცა დაგჭირდება, არ ვიცი, მოგინდება ამოიღებ და იდებ და შეჭამ. ასე ვთქვით. მართლა ესეთი რუტინული ცხოვრება მაქვს. მართლა სუძილის წინ მკითხულობას უდაგოსვოს. და მართლა ყოველდღე ვიცვლი პიჟამას მაინკას. დღეს პარასკევია როგორც იქნა და მგონია რომ ხვალდაზე გამოვიძინა ვარ და ზუსტად 40 წუთის დაგვიანებით გამეღვიძება. ახლა არის 8:15 წუთი, 9-ზე მაქვს პილატესი. არ უნდა ვჭამო, ჩაის დამნებ უბრალოდ. ერთადერთი რამ, რაც ძალიან გამეხარდა დღევანდელ დილაში უკვე არის ის, რომ ერთი კვირის მანძილზე პირველად გავიღვიძე ალერგიის გარეშე. და ძლივს ვსუნთქავდი, იდეაში ახლაც სხვაში ვლაპარაკობ, მაგრამ პირველად მაქვს ალერგია და ისტერიკაში ვარ, არც ვიცოდი რომ ალერგია ესეთია, რომ თავს ამატკიებს, რომ რა ვიცი, პანჯიდან გადახტომას მომანდობებს. არ ვიცი. Fun fact, პატარა რო ვიყავი, ყველას ვამბობდი, გოიმი ხარ, ალერგია რატო გჭირს? და ახლა მე მჭირს ალერგია.
ეს ვიდეო არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ თუ ქალს უნდა სახე გაიწმინდოს და არ დაბერდეს ნაადრევად, ის ადგება და შუა ღამესაც კი გაიწმინდავს სახეს. მორჩა. დღეს არის შაბათი, შაბათს წლებია ვეძახი გენერალური მოწესრიგების დღეს, იმიტომ რომ ძალიან ადრე, აი რადიკალურად განსხვავებული ცხოვრების სტილი რომ მქონდა და პარასკევს გავდიოდი სახლიდან და შაბათს შუა დღეს მოვდიოდი ივენთიდან, ცოტა ხნით ვიძინებდი და გავიღვიძებდი თუ არა, თავს ყოველთვის ვაძალებდი, რომ აი ყველაფერი ირგვლივ მომეწესრიგებინა ჩემი თავის ჩათვლით. რაც ნიშნავდა თავის დაბანას, თმის მოშორებას, თმის გასწორებას, არ ვიცი, მთელი ოთახის მილაგებას, კარგად ჭამას და ყველაფერს იმისათვის, რომ მარტივად გამოფხიზლებულიყავი და რეჟიმშიც ეგრევე ჩამდგარიყავი. ხო და ახლა რადგან 5 სამსახური მაქვს და კიდევ ვსწავლობ, ეს ტრადიცია მაინც შემომრჩა, რომ მთელი კვირის ნაგავი ოთახიდან უნდა გავიტანო, უნდა მოვიფიქრო, რას ჩავითვალ შემდეგ კვირას და წინასწარ გავიმზადო ნაწილობრივ, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თან დღეს რუპოლი იდება და მაგას ყველაზე მეტად ველოდები. რომ მორჩები დალაგებას, იქიდან მივდივარ ამოსანახავად, სულ მეხვეწება ხოლმე, რომ მე გამოვალ შენთან რუსა, მოვალ, მოგაკითხო, მაგრამ არა, როცა ესეთი კარგი ამინდია, როცა მცალია, ყოველთვის უნდა წავიდე ფეხით. უნდა მოვუსმინო მთელ ჩემს Spotify-ის ალბომს, უნდა ვურტყა წრეები გაურკვეველ ადგილს, რაღაცებს რო ჩავუვლი, უნდა მომენატროს და გამოვიტირო, უნდა შემხვდეს ხალხი, რომლის ნახვაც არ მინდა, მაგრამ ამისთვის მზად უნდა ვიყო და არ ვიცი, ეს რაღაც 40 წუთიანი გზა ფეხით, ჩემი სახლიდან მის სახლამდე, ჩემთვის არის აი ძალიან ჯადოსნური თავგადასავალი. მოვაკითხე ამას და ეხლა ვნახოთ ამას რა აცვია, მე ესე გამოვიყურები. ვინმე ამეხსნის კვირას მაინც რატომ მეღვიძება ესე ადრე. კი უკვე წევარ, იმიტომ რომ ჩემს შეყვებულთან ერთად რო ვარ ტვინი მეთიშება და ვერაფერს ვერ ვფიქრობ და ვერ ვიღებ და ისე ვერ ვდობი, რომ არ მინდა რომ გადავიღო, არ მინდა რომ მოვცდე, მინდა რომ მას ვუყურო და ველაპარაკო და სორი დღე მაგიტომ ვერ შევწარ, ანუ შეიძლება რაღაცნაირად ვიდეოს დასწყისში შთაბეჭდილებას ვტოვებ, რომ აი შაბათ კვირას რაღაც განსაკუთრებულს ვიზამ და მაგას გადავიღებ და განახებთ, მაგრამ რაც ამ განსაკუთრებული ვქნა ვერ ვიღებ, იმიტომ რომ ძალიან ვერ ვდობი და არ შემიძლია. კიდევ მთელი კვირის მანძილზე ვფიქრობდი საინტერესო იქნებოდა თუ არა აი ამ ჩემი ერთი უბრალო კვირის ყურება და როგორც თავიდან ჩემი ვლოგის შექმნის აზრი ის იყო, რომ მე მესწავლა გადაღება, მომეხსნა კომპლექსები, მონტაჟზე მემუშავა და ასე შემდეგ, ანალოგიურად ვფიქრობ, რომ ეს ვიდეო უფრო მეტად მე მეძღვნება, რომ აი მომავალს შევხედო და ნახო, რომ მართლა ვწვალობდი ყველანაირად იმისათვის, რომ ის მომავალი მქონოდა, რაც მინდოდა. მithumetes იმის ხარჯზე, რომ დღეს რა რიცხვიც არის იდეაში ზუსტად ამ დღეს თვითმფრინავში ჩამჯდარიყავი, სხვაგან უნდა გავფრენილიყავი და საერთოდ ჩემი ცხოვრება რადიკალურად განსხვავებულად უნდა წარმართულიყო, მაგრამ ყოველთვის ვფიქრობ, რომ ალბათ როგორც საჭიროა ისე ხდება და ალბათ იმიტომ ხდება ცუდი რაღაცები, რომ მერე კარგი მოვიდეს და რაღაც ბოლოს გავიაზროთ, რომ ის არ იყოს სწორი დრო რაღაცების მოსახდენად და ახლა ნამდვილად არის. სხვა რა შემიძლია ვთქვა, ჩემი აზრით მარტივ ცხოვრებას კომფორტულად არ უნდა შევხედოთ და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ ყველანაირ პრობლემას გადავაწყდოთ, რომ ყველაფერი ვისწავლოთ ადრეულ ასაკში, მაგრამ თან მგონია, რომ იმ მარტივ ცხოვრებაში, რაც თითქოს უმნიშვნელოა ერთი შეხედვით, ძალიან დიდი ბედნიერება უნდა დავინახოთ. მე რომ პოულობ შოკოლადის მუსს და უბედნიერესი ვარ, გეგონება ლატარია მოვიგე, რომ ნახულობ ჩემს საყვარებულს და უბრალოდ სახლთან ვსეირნობთ, რომ არ ვიცი, მიხარია 2 სამსახური რომ მაქვს, იმიტომ ხვდები, რომ რაღაც დანიშნულება და ფუნქცია მაქვს, რომ ვიღებ ხელფას და იმით, არ ვიცი, ჩემ თავს ვახარებ და ჩემს საყვარელ ადამიანს. აი, ეგეთ პატარა მომენტები, რაც
ერთ დიდ ბედნიერ ცხოვრებას უნდა კრავდეს ალბათ, როდესაც შეგიძლია რომ შენი საყვარელი საჭმელი ჭამო, შენს მეგობრებს მიწერო, თუნდაც ხშირად ვერ ნახულობდე. ან აი არ ვიცი, შეიძლება არ არის ახლა ძალიან კარგი პერიოდი არაფრისთვის, მაგრამ ყოველთვის გამოინახება დრო ამ რაღაცების დასაფასებლად და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს მარტივი და კარგი ცხოვრება მაქვს. სულ ეს იყო.